ოცნება ახალ დიპლომატიურ სკანდალში, მაშინ როდესაც ირანის მკვლელი ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავის ქალაქის ქუჩებში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლის თავი იზეიმონ. ისრაელის საელჩომ თაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას განცხადებით გამოეხმაურა. ირანის ისლამური რევოლუციის 47 წლისადმი გამართულ ღონისძიებას, რომელიც ივანიშვილის სასტუმროში გაიმართა, ბოჭორიშვილის მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ესწრებოდნენ. დარსალია ცოტა ხნის წინ ამერიკაში იმყოფებოდა. ოცნება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვას აპირებს. კობახიძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატივა მან ქვეყანაში მანქანების ჭარბი რაოდენობით ახსნა. თუკი თქვენ ხართ ძალადობის მსხვერპლიან, იცით რომ სხვაზე ძალადობენ, დამიკავშირდით და გიცავთ ისე როგორც ჩემს გიგას. წერს მოკლული მასწავლებლის დედა. ეკა კუპატაძის ინფორმაციით დავალიანის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე ორმა ადვოკატმა უარი თქვა. ოკუპირებულ ცხინვალში ეგრეთ წოდებული მთავრობის მეთაურის პოსტზე ძამბოლატ თედეევი აირჩიეს. 35 წლის თედეევი წლების განმავლობაში მარიონეტული რეჟიმის სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.